გესალმებით. თითოეულ თქვენთან გასულმისი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერებთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთოთ გაშლა წასულ პარტნიორთან დაკავშირებით და ნახოთ, როგორ ცხოვრობს დღესდღეობით ეს ადამიანი, რა ხდება მის ცხოვრებაში, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც აინტერესებთ ადამიანებს და შევხედოთ, რა ენერგიებში იმყოფება, რა ცვლილებებია მის ცხოვრებაში და ნახოთ, რა ინფორმაციას გვეტყვის სამყარო, ხო? ნახოთ, ვიზია საუბარი, ანუ დაახლოებით მაინც რომ ამოიცნოს თქვენია თუ არა ეს პარტნიორი და შემდეგ უკვე როგორ ცხოვრობს ნახოთ. ვინ არის ეს ადამიანი, ვინ არის? შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი არის დაოჯახებულით, რატომღაც ესე მოდის ინფორმაცია, ადამიანი რომელსაც ერთის მხრივ რომ შესაძლებელია რომ მან უკვე შექმნა ოჯახი თუ თქვათ არ ქონდა ყოველ შემთხვევაში, მაგრამ უფრო ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო არის ეს ადამიანი ის, ვინცაც ქონდა ოჯახი, ანუ სამკუთხედი სიტუაცია იყო. ადამიანი იმყოფება სტაბილურობაში, ახლა მაქსიმალურად ცდილობს, რომ ის მდგომარეობა, რომელიც სჭირდება ოჯახის შენარჩუნებას, ოჯახის განვითარებას, ემოციები, რომელიც საჭირო არის, რომ რაღაცა შეკრულობა იყოს, ჩადოს ხო რაღაცნაირად იმუშაოს თავის თავზე. სხვათა შორის აი ცოტა ესე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი სულ როგორი მომენტია, ციცით, აი როგორი ადამიანია, ადამიანს სულ აკლდა ყურადღება, შეიძლება ითქვას, აი არ ვიცი რატომ მოდის ეს ინფორმაცია, როდესაც ადამიანი გადათ მშობლებისგანაც, მეგობრებისგანაც, ოჯახისგანაც სულ რაღაცნაირად ითხოვდა ურთიერთობაში, რაღაცა ყოფილიყო საჭირო ადამიანი, ყოფილიყო რაღაცა სულ სიყვარულს რო ითხოვ, სულ სითბოს, სულ მოფერებას, რაღაცა ესეთი ადამიანი არის ეს. ხო, აი რომ ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა და შეიძლება ახაც იმყოფება გაურკვევლობაში და ცოტა ესეთ გამოუვალ სიტუაციებში, როდესაც ხდება, რომ რთულია და მარტივი არ არის, ხო, რაღაც ცვლილებები, მარტივი არ არის ესე ყველასთან, არ ვიცი რატომ მომდის ეს ინფორმაცია, მაგრამ თითქოს ადამიანი სულ ცდილობდა, რომ ყველასთან რაღაცნაირად დაემტკიცებინა, რომ ყველასგან იმსახურებდა სითბოს, ყველასგან იმსახურებდა სიყვარულს, ყველასგან აი ადამიანი, რომელსაც სულ რაღაცნაირად რამდენიც არ უნდა მიიღო სითბო და სიყვარული, იმდენი არ კმაროდა, ხო? აი შეიძლება ვთქვათ, რომ ახლა როგორი მომენტი, აი ყავდა მეუღლე, ვთქვათ, ყავდა პარტნიორიც, მაგრამ კიდე სადღაც ვიღაცას ეძებდა იმისთვის, რომ აი შეევსო და ის სულ მოთხოვნილება ქონდა აი ამ ენერგიების, რომ აი უნდა უყვარდეთ, უნდა მის გვერდით იყვნენ, ხო, სულ რაღაცა ის ყოფილიყო ეპიცენტრი სიტუაციის, ნებისმიერი სიტუაციის, ხო, რაღაც სულ მის გარშემო ტრიალებდნენ რაღაც სიტუაცია. ხო, აი არ ვიცი რატო არის ესეთი ადამიანი, მაგრამ თან აი ამ ყველაფერთან ერთად ეს ადამიანი როგორი მომენტია, იცით, რომ ამ ყველაფერს ხო ეძებდა, მაგრამ რომ ეპოვა ბოლომდე ერთ ადამიანში იმდენად
ქონდა თავში არც ჩადებული თუ რაღაც ისეთი გამჯდარი ეს მომენტი, რომ მაინც რაღაცნაირად მტკიცებაში იყო, რომ აი არაფერი არ იყო ისე როგორც მას უნდოდა, ხო, რაღაცა ცოტა ესე ვიტყოდი, რომ ადამიანი ალბათ უფრო ბევრი თვითშეფასება დაბალი ქონდა, შეიძლება ითქვას ეს ერთი. და მეორეც რაღაცნაირად თავის თავს შეპარებოდა ეჭვი. ავიცა ესეთი ადამიანი მოვიდა. თუ ამოიცავთ, რომ ესეთი ადამიანი არის თქვენი პარტნიორი, უბრალოდ წასული ადამიანი, წასული პარტნიორი, ესე იგი ეს გაშლა თქვენზე რეზონირდება. აიგეთ, ნახოთ. ეხლა სად არის რა საქმიანობს, როგორ გნობს თავს? ნუ აი, რა გითხრათ, როგორ გნობს თავს? დასნო ძალიან მოტყუებულად იმ მხრივ, რომ ადამიანი შეიძლება ბოდიშით სული ეხუთება თქონდა მეთქვა და მართლა მეხუთება სული. ადამიანს როდესაც სული ეხუთება, იმიტომ რომ რთულია იმ ტკივილების იმ იმედგაცრუებების მიღება, რომელიც აქვს ამ ადამიანს. თუ ამ ადამიანს, ესე ვთქვათ, არ ყავდა ოჯახი და ვთქვათ, მერე შექმნა, ან უბრალოდ აი რაღაცნაირად როგორი ენერგია მოდის, რომ ადამიანს უჭირს სუნთქვა. ადამიანს უჭირს ამ ყველაფრის გაცლება. ადამიანი ხშირად ფიქრობს შეიძლება გარდაცვალებაზეც რატომღაც. თითქოს ადამიანი როგორ არის აი იმდენად ტკივნეულია ბევრი რამ მისთვის, რომ ფიქრობს, რომ გამოსავალი არის ის მომენტი, როდესაც გამთავისუფლდე ხო ყველაფრისგან, გამთავისუფლდე, მაგრამ აი თან რო არ შეუძლია თვითონ გააკეთოს ეს განთავისუფლება, თვითონ განთავისუფლდეს გააკეთოს ნახეთ მენტალურად განთავისუფლდეს და მისცეს თავის თავს რაღაცა ის საშუალება, რომ წინ წავიდეს, ხო? არა, აქ ადამიანი ვერაფერს ვერ აკეთებს, უბრალოდ ერთ ადგილას არის გაჩერებული და ითხოვს შველას, ითხოვს დახმარებას. არ აი კიდევ ერთხელ ვიტყვი, აი ამ შველას, ამ ლაბირინთიდან გამოსვლას, რომელშიც ეხა გრძნობს თავს. ვერ ხედავს გამოსავალს ერთი მომენტია და უბრალოდ ნახეთ ცდილობაც დაკარგული აქვს. აი ხო არის, როდესაც რაღაც ლაბირინთში შევალთ და ვფიქრობთ, ხო, რომ როგორ გამოვიდე, რა შეიძლება გავაკეთო, რა შეიძლება. თითქოს ადამიანს აღარ შეუძლია, აღარც ბრძოლის სურვილი აქვს, აღარც თითქოს აღარც უღირს ამ ყველაფრისთვის ბრძოლა, ხო, აი ადამიანი, როდესაც ჭაობში ამოყოფს თავს, ყოველთვის ცდილობს, ხო, რაღაც იფართხალოს და საბოლოო ჯამში გამოვიდეს ფონს. არა, აქ ეს ადამიანი აღარც კი მიყვება დორეკ, აი იძირება და აი ამ ჩაძირვას მიყვება, ხო? ანუ სადამ, ბოლოს სად იქნება, სადაც გამიყვანს ეს სიტუაცია, გამიყვანს, აი რაღაც ეს მომენტი აქვს. რა ხდება მიცხოვრებელს? ოჯახი. ხო, აქ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ხო, ну აქ ნახეთ როგორი მომენტი არის. თუ ადამიანმა აერჩია ოჯახი, ну
მეუღლე თქვათ, ხო? ან უბრალოდ ის ოჯახი, სადაც ცხოვრობდა ვერ პოულობს გასაღებს. ამ ოჯახში რომ იყოს სიმშვიდე. აი როგორი მომენტი მოდის იცით რომ თითქოს გადადგა ნაბიჯი იმისთვის რომ იქ შეენარჩუნებინა მდგომარეობა, იქ შეენარჩუნებინა სიტუაცია, ეშრომა იმაზე რომ რაღაცა შეევსო სიყვარულით, რაღაცა ენერგიებით, რაღაცა ან თქვათ თუ ოჯახი არ ყავდა და თქვათ შექმნა ან თავისი მშობლების მდგომარეობის კუთხით ვიძახი რომ გადაწყვიტა. ადამიანი როგორ არის იცით რომ იმის მაგივრად რომ ცოტა სიმსუბუქე იგრძნოს რომ მაინც თავის ოჯახში არის, მაინც თავისი არჩევანი არის. აქ ადამიანმა ვერ იპოვა ის გასაღები, რომელიც ჭირდებოდა, ვერ იპოვა ის მდგომარეობა, რომელიც თქვათ გააუმჯობესებდა იმ სიტუაციას, რა სიტუაციაშიც ან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო თუ მერე შექმნა ოჯახი და თუ მერე მიიღო ეს გადაწყვეტილება და მერე თქვენგან დაშორების მერე გადაწყვიტა ხო რაღაცა სხვა ურთიერთობაში წასვლა. შეიძლება ითქვას აქ რაღაც მომენტში იქაც დაპაუზებულია სიტუაცია. ნახეთ დაპაუზებული შეიძლება განხეთქილების მომენტი არის ისევე და კი ჩადო ის ენერგია რომ შეენარჩუნებინა, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში გაჩერდა ურთიერთობა. მეორე მხრივ თუ ეს მშობლების მდგომარეობა არის თითქოს აი ყველაფერი გაჩერდა, ერთ ადგილას გაიყინა და ვცდილობთ რომ რაღაცნაირად დავკეტოთ ხო? დავკეტოთ ის მომენტები, როდესაც გვინდა გასვლა მაინც, აი ნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეხა ადამიანმა რაღაცა არჩევანი გააკეთა, ესე ვიტყოდი, ალბათ ნანობს უფრო მეტად იმას, რომ არ წავიდა. არ გადადგა ნაბიჯი და არ გავიდა ამ ყველაფრიდან. შეიძლება ითქვას დღესაც ფიქრობს იმას, რომ ხო არ არის, ხო არ ჯობდა, რომ ამ ყველაფრის შენარჩუნებას მე გავსულიყავი და გავიდე ურთიერთობიდან, გავიდე სიტუაციებიდან, ხო გავიდე ჩემი ოჯახიდან. ანუ ადამიანი იმდენად მძიმე ენერგიებში იმყოფება, ესე ვიტყოდი, რომ არც არაფრის სურვილი აქვს, არც არაფრის ხალისი აქვს და არც არაფრის დაალაგების მდგომარეობა არ უნდა. ხო, ადამიანი ფიქრობს, რომ წავიდეს. შეიძლება აქ ის მომენტიც იყოს, რომ ფიქრობდეს სადმე საერთოდ ქვეყნიდან გასვლაზეც. ფიქრობდეს რაღაცნაირად გარდა იმისა, რომ ოჯახიდან გასვლაზე ფიქრობდეს, ფიქრობს რატომღაც ქვეყნიდან წასვლაზეც ესე ვიტყოდი. მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის. ძალიან რთულია გადადგას ის ნაბიჯები. ძალიან რთულია მისთვის კონკრეტული ქმედების მდგომარეობა, იმიტომ რომ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს საკუთარი თავი აქვს ჩაკლულიო, რა ვიტყვიან, ხო, აი რაღაც თავისი სურვილები, თავისი ემოციები, აი უკვე იმდენად სულ ერთი გახდა ყველაფერი. კი, უნდა ვთქვათ, რაღაცა იქნებ შეიცვალოს მდგომარეობა, მაგრამ არ შეუძლია და აღარ აქვს ენერგია, არ აქვს იმის ენერგია, რომ წავიდეს და რამე გააკეთოს. აი თითქოს აღარც აი უნდა, მაგრამ თან რეალურად არ უნდა არაფრის ცვლილება, რაღაც ეს მომენტი არის.
როგორ ცხოვრობს. ჰაერში. აი რო იტყვი მართლა ჰაერში ცხოვრობს ეს ადამიანი. მიწაზე ფაქტიურად აღარ დგას, ფაქტიურად აი მისი ცხოვრება ერთი, ესე ვთქვათ, ერთი კარუსელია, კარუსელი და ვიტყვიან ტყე, სადაც ბოდიშით ტრანსპორტი მოძრაობს, ფანჯარა ღია მოხდა მაპატიეთ. მოკლედ მისი ცხოვრება არის როგორი მომენტი, სადაც დაბურულ ტყეში რო შეხვალ, აი საერთოდ რო არ იცი საით მიდის გზა, საერთოდ გზა აქვს თუ არა ამ ტყეს, სადმე საერთოდ აქვს თუ არა სადღაც გასასვლელი, ხო? აი ესეთ მდგომარეობაში არის. არ აქვს მნიშვნელობა ის ახლა მეუღლესთან ერთად არის, მშობლების ოჯახში არის თუ ახალი რაღაცა ოჯახი შექმნა, ხო აი რაღაცა არაფერს არ აქვს ამ ადამიანის მნიშვნელობა, იმიტომ რომ ადამიანი რეალურად ქაოსშია. ქაოსშია, არ იცის სად მიდის, არ იცის როგორ გავა ეს სიტუაცია და უკვე წასვლის მომენტიც აღარ არის, ხო გემთ, აი ერთ ადგილას შევედით რაღაცა დაბურულ სივრცეში, შევედით რაღაცა პრობლემაში და აი ამ პრობლემის იქეთ როგორი მომენტია, იცით რომ საერთოდ არ უნდა გავიხედოთ, ანუ გზა არ მოჩანს და ადამიანი უბრალოდ დანებდა. ანუ არ საით გასასვლელი არ აქვს. დანებდა და არის ეს რაღაცა ჰაერში, იმითი რომ, ну, არ ვიცი, რაღაცა მოხდება სასწაული, ალბათ რაღაცა მოხდება საოცრება და ну ყველაფერი თავისით დაალაგდება, ხო, აი რაღაცა ეს მომენტი აქვს. როგორ ცხოვრობს კიდე. ხო, მის გვერდზე არსებობს ქალბატონი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ სულ რაღაცის მოთხოვნით არის, სულ რაღაცის სიტუაციურად, აი სულ რაღაცას ითხოვს ადამიანი, რომელიც ხა შეიძლება დედაც იყოს, შეიძლება დაც იყოს და შეიძლება მეუღლეც იყოს, ხო? მაგრამ ამ ადამიანის გვერდზე არის ადამიანი, ქალბატონი, რომელიც შეიძლება აი უბრალოდ მეგობარი იყოს, ხო? მაგრამ რომელიც სულ რაღაცას ითხოვს, სულ რაღაცაზე იბრძვის, სულ რაღაცნაირად ცდილობს რომ აი არ ვიცი რა ადამიანისგან ენერგიები წაიღოს, ადამიანისგან მატერიალური მდგომარეობა წაიღოს, ადამიანისგან სულ რაღაცას ითხოვენ, თითქოს ეს მომენტი არის. როგორ ცხოვრობს, მე ესე ვიტყოდი, რომ აქ კარმაც წამოეწიაო, შეიძლება ითქვას. ნახეთ, კარმა წამოეწიაო, ანუ ადამიანმა თუ არასწორი ნაბიჯები გააკეთა, არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ გააკეთებს ნაბიჯებს არასწორად. ნებისმიერი ადამიანის მიმართ ის ადრე თუ გვიან ყოველთვის ბრუნდება, არავის არ ეგონოს რომ რაიმე ტყუილად იკარგება, ხო? თუ არასწორად მოექცევით ადამიანს, არ აქვს მაინდა-მაინც პარტნიორულ ურთიერთობაზე არ არის, აქ შეიძლება დედმამიშვილზე იყოს ლაპარაკი, აქ შეიძლება მეზობელზე იყოს ლაპარაკი, ან ვიღაცაზე. არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ტრანსპორტში ვიღაცა ადამიანს რაღაცა არასწორად და არასამართლიანად ხშირად ყოფილა ხოლმე, ხო, შელაპარაკების მომენტი. ის აუცილებლად დაბრუნდება, ის არსად არ მიდის და ის არსად არ იკარგება. თავის დროზე ყველას ყველაფერი ბრუნდა. აი თითქოს ადამიანს რაღაც მომენტში ესე ვიტყოდი, რომ კარმული მდგომარეობა დაუბრუნდა, ხო? აი საკუთარ თავთან ბრძოლის მდგომარეობა აქვს, საკუთარ თავთან ტკივილების მდგომარეობა. ხო, აი როგორც თქვათ, სხვას მიაყენა ტკივილი, აი ზუსტად იგივენაირად უბრუნდება ამ ადამიანს ის ტკივილი. უნდა ამ ყველაფრიდან გამოსვლა, მაგრამ აქ სამწუხაროდ ცოტა ისეთი რთული იქნება. აქ შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანზე ერთი რატომღაც ეს ინფორმაციაც მოდის, რომ შეიძლება იყოს აქ რაღაცა მაგიური ზემოქმედების მდგომარეობაც, ხო? ან მანიპულატორული მდგომარეობა, მაინც მაგიური ზემოქმედება, მოდით არ იყოს ეს რაღაცა გაკეთებული მდგომარეობა, ხო? თუნდაც მაგიურად მოქმედებს ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანზე მანიპულატორულად სულ რაღაცას მოთხოვნებია, სულ რაღაცას ულტიმატუმებია და ასე შემდეგ, ხო? ანუ ადამიანს როდესაც გამოსავალს არ უტოვებ, ესეც და მის აზრს არ სემპატიის, ესეც მაგიაა ჩემთვის, იმიტომ რომ ადამიანს უნდა კონდეს თვითონ გადაწყვეტილების სურვილის მდგომარეობა, ხო? აქ ადამიანი
არის ამ რაღაცა მანიპულატორული მდგომარეობების ქვეშ და შესაბამისად ანუ მისი ცხოვრება როგორ არის ისეთ გამოსვლა უნდა, მაგრამ აღარც უნდა, თითქოს არც არაფერი არ მოხდება და არის რაღაცა ისეთ გაურკვევლობაში, საკუთარ თავთან ბრძოლაში და საკუთარ სულიერ მდგომარეობას რო იყვანებდეს. მოდით ნახოთ, ახსენდებით ამ ადამიანს, რაღაცა ძალიან შემეცოდა სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ადამიანი შველას ითხოვს, ხვდებით, ადამიანს უბრალოდ ამოსუნ თქვა უნდა. ესე მარტივად არ არის. შეიძლება ინფორმაციას იგებდეთ, რომ ძალიან ყველაფერი რიგზი აქვს და მთლად ისე ანუ ყველაფერი კარგად აქვს, მაგრამ შინაგანად ადამიანი ვერ სუნთქავს იმდენად მძიმე მდგომარეობაში. გიხსენებთ თუ არა? კი, გიხსენებთ შემოკარგება და თქვა საკმაოდ კარგადაც გიხსენებთ, ესე შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ამ ადამიანისთვის ძალიან საინტერესო ძლიერი წარმატებული მიზანსწრაფული ადამიანი იყავით. თითქოს ბოლომდე ვერ შეიცნო თქვენი ადამიანური ფაქტორები, ხო? თითქოს გიცნობდეთ, მაგრამ კიდე ბოლომდე ვერ გაგიცნოთ. კიდევ ბევრი რამ დარჩა თქვენზე გასარკვევი, კიდევ ბევრი რამ დარჩა თქვენთან დასალაგებელი, ხო? რაღაცა პროიტყვენ ადამიანი გიხსენებთ და შეიძლება იცით როგორი მომენტებსაც იხსენებს, რომ რამდენად ძლიერი ხართ და რამდენად შეგიძლიათ ნებისმიერი მდგომარეობიდან სწორი გამოსვლა, ხო? რამდენად შეგიძლიათ არანახოთ არავის თქვენი ტკივილები, არანახოთ, ანუ თქვათ მისი წასვლის შემდეგ თქვენ თუ სკანდალები არ მოგიწყვიათ განსაკუთრებით აი ამ მომენტს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმედებებიდან გამომდინარე თქვენ როგორ მაინც ასე ვთქვათ სწორად გახვედით სიტუაციიდან, სწორად გახვედით ურთიერთობიდან, არ გიომიათ, ხო? და თulis რომ თქვენ ის ადამიანი ყავით და ხართ, რომელსაც ნამდვილად შეეძლო, აი ზუსტად ის ემოციები, რომელსაც ითხოვს ეს ადამიანი და რომელიც ჭირდება, რომ უყვარდეთ და პატივსცემდნენ და ამ ადამიანზე მართლა გულწრფელად ზრუნავდნენ, არ ვიცი, შეიძლება ადამიანს აი იცით როგორ შთაბეჭდება რჩება, ხო არიან ადამიანები, რომლებიც სწორად გამიგეთდებოდა იმიგრანტ ქალბატონებო, მესმის რომ თქვენი შვილებისთვის აკეთებთ, მაგრამ ხანდახან არის რომ აი ეს ერთი ჯედის ჩახუტება იმაზე მნიშვნელოვანი არის, ვიდრე ის თქვათ რაღაცა მატერიალური მდგომარეობა, ხვალინდელი და ზეპინდელი, იმიტომ რომ ბავშვებისთვის ის მომენტი არის, რომ აი უბრალოდ თავი მიადოს დედას და უბრალოდ ჩაეხუტოს, ხვდებით, აი ნუ და აი თითქოს ეს ადამიანი ამ იმდენად მოწყურებული იყო ამაზე და თქვენგან ამას იღებდა, ხო? თქვენგან ამას ღებულობდა და აი ახსენდება, რომ რამდენად აძლევდით იმ სითბოს, აი თუნდაც როდესაც დედის ჩახუტების მომენტსაც კი გრძნობდა თითქოს თქვენთან კომუნიკაციას და თქვენთან ურთიერთობით. აი რაღაცა ესე გიხსენებთ ეს ადამიანი თქვენ. მოდით ნახოთ, აქვს სურვილი დაბრუნების რატომღაც ნახოთ აბა ესეთ სურვილი თუ აქვს დაბრუნების. იცით როგორი მომენტია? უკან დაბრუნება გამორიცხული. იმდენად ტკივნეულად წავიდა, იმდენად ძიმედ წავიდა ეს ადამიანი ურთიერთობიდან, რომ
აქ დაბრუნება ფიზიკურად გამორიცხულია და ნახეთ, აქვს თუ არა სურვილი დაბრუნების. მე ესე ვიტყოდი, რომ არ შეუძლია. აღარც იცის უნდა თუ არა დაბრუნება. აღარც იცის რა უნდა ამ ადამიანს, რომ ადამიანს აი ასე ვიტყვი, რომ ყველაფერი გაყინული აქვს. ანუ ემოციებიც, გრძნობებიც, ფიქრებიც, აბსოლუტურად ყველაფერი დაკარგული. თავისი მიზნებიც კი შეიძლება რაღაცა მიზნები, რომელიც ქონდა, რომ რაღაც გაეკეთებინა, ისიც კი დაბლოკილი და გაჩერებული. ანუ აქ ადამიანი ვეღარც, ანუ რა უნდა ვერ გრძნობს, ხვდებით, აი ეს მომენტი არის. თუმცა ხშირადაც ახსენდებით კიდევაც, მაგრამ ან დაბრუნებაზე უკვე დაკეტილია ყველაფერი. უკეთ ისეთი გამოვიდა ეს გაშლა, არ ვიცი, ვიზე რეზონირდება, მაგრამ აშკარად მთელი გაშლის მდგომარეობაზე დროს, აი ვერს უნდქავდი, ხაც ვერს უნდქავ, არ ვიცი, ვის ეკუთვნის, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ნამდვილად ძალიან სამწუხარო, რომ ესეთი მძიმე ენერგიებში იმყოფება. მე ბედნიერი ურთიერთობებს გისურვებ, წარმატებებს თითოეულ თქვენთაგანს, სიყვარულს და ყველა საშოროს ესეთი მძიმე ენერგეტიკული მდგომარეობა დროებით.